დედა, არ მოვლენ? რაც კი შეიძლებოდა ყველაფერი ვუთხარი შვილო. დანარჩენი მათი საქმეა. ჯეილანის არ ვიცი, მაგრამ ჩვენებს სათუთი გული აქვთ. მოვიდოდნენ, მაგრამ მათ ალბათ თავისი ბოროტი ბუნება ისევ გამოავლინა. ჯეილანი ვინ არის ზეინებ? ამდენ ხალხში მარტო მასთან რატომ გაქვს კონფლიქტი? პრობლემები სხვებთანაც აქვს. კარგი ელიფ, ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. ასე არ გამოვა, წავალ ძალით წამოვიყვან. დაჯექი შვილო, დაჯექი. ჩვენც მოვედით, მოხვედით, გთხოვთ. მოდით. მოდი პრინცესა, ვაკ დაჯექი. სადაც გნებავთ, იქ დასხედით. გთხოვთ, გთხოვთ. სევდა, შენი და სად არის? დავით კიოდა, წამოსვლა არ მოისურვა. მართლა? თუ ასეა, წამალ წავუღებ და მოვალ. აბა, ყველა დასხედით. კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. შენთვის ცხელცხელი ღვეზელი მაქვს. გმადლობ. ახლავე მოვიდან, კარგი? ჩაი ყველას მოგვიტანეთ. ახლავე მოვალთ, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გმადლობთ. პრინცესა, კვერცხი გიყვარს? კარგი, რადგან ასეა, კვერცხით დავიწყოთ. ფრთხილად ცხელია. მოითმინე საყვარელო. ჯეილან, რა პრობლემა გაქვს? შენთან პრობლემა არ მაქვს, ზეინებ. ეს ადრეც ვთქვი. ჩემს სახლში უამრავი სტუმარია. მათგან შენი ოჯახისთვის ზიანი არავის მიუყენებია. ამ ხელა ქალი მოვიდა და გთხოვა, რომ წამოსულიყავი. ის ხალხი, რომლითაც შვილები და ქმრები დაკარგეს, მაგიდასთან სხედან. შენ რატომ ჯიუდობ? თუ ჰალილ იბრაჰიმი მოვა და იმ მაგიდასთან დაჯდება, მეც დავჯდები. მაბადია, მაგრამ ჰალილ იბრაჰიმი შენი ვინ არის? არ მესმის. ის ჩემი ერთადერთი მფარველია, ზეინებ. იმ მაგიდასთან არ დავჯდები, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დედა შენს უნდა. აქ ჰალილის თხოვნით მოვედი. როცა დაგვიძახებს, წავალ. თქვენ გემრიელად მიირთვით. ჩვენ კიდევ დავილაპარაკებთ, ჯეილან. მაგრამ არა ამ სახლში. რაცა სახლში დავბრუნდებით. დედა, ნედიმე ხანიმი უცებ ანგელოზად როგორ იქცა? ღარიბების მიმართ ამ ხელას სითბო გამოავლინა, სუფრასთან მიიწვია. ლამის ფეხქვეშ გაეგოს. რატომ იქცევა ასე? შენი აზრით აიშეა სიესთან რატომ გაგზავნა? რატომ? ამით რისვან შეუთვალა? ან სახლში დაბრუნდები? ან რა და სახლში მოვიყვან ყველას ჰალილ იბრაჰიმის ჩათვლით და მეგობრების და მტრების წინაშე შეგარცხვენო. ახლა მივხვდი. მაგრამ ზოგჯერ გინდა გჯეროდეს, რომ სიკეთის მარცვალი ყველა ადამიანშია. ნუ გჯერა, შვილო, ნუ გჯერა. ზოგიერთი ადამიანის არ უნდა გჯეროდეს. ზეინეფი მოვიდა. რა ხდება, ჯეილანი არ მოვა? არა. ქალბატონი ერთ ლუკმასაც ვერ შეჭამს, სანამ ჰალილ იბრაჰიმი არ მოვა. საქმე ასე სერიოზულადაა. ჰალილ იბრაჰიმს დაველაპარაკები. მეტყვი, რომ დააბრუნოს იქ, საიდანაც მოვიდა. ზეინეფ არ წახვიდე და მეხმარე. მოდი, შვილო. კარგი, მამიდა. გუშინ დედა შენი ციხეში იყო თუნჯაის სანახავად. ვიცი, ველაპარაკე. მითხრა, რომ კარგად არის. დეტალურად ვერ ვკითხე. არ მინდოდა ენერვიულა. ცოტა რაღაც მეც ვკითხე. დედა შენმა თუნჯაისგან რაღაც გაიგო. რა? ილმას უკავშირდება. თუნჯაიმ ციხეში ილმასთან დაკავშირებით რა გაიგო? ეს არ ვიცი, მაგრამ თუ დედა შენი რაღაცას მალავს, მისიც მესმის. ვუთხარი, რომ შენს მას დალაპარაკებოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა. კარგი, ვეცდები რამე გავიგო. შენც ვერაფერს გახდები.
თუ სადმე მარტო წასვლას მოისურვებს, იცოდე რომ რაღაცას ხლართავს. კარგი, წავიდეთ. შენი სტუმრები არიან და შენ მიხედა. მე იმ გოგოს საჭმელს დავუდებ. ნახოთ რა პრობლემა აქვს. ხალილი ხომ არ შეუყვარდა? გავიგებთ. კეთილი იყო შენი დაბრუნება. ყველაფერი რიგზია ბიძია. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზია. შენ როგორ ხარ? ჰალილი სად არის? სასამართლოში. ჩვენთან ხომ სულასია. შენ თუ საავადმყოფოში ხარ, ის სასამართლოშია. თუ საავადმყოფოშია, შენ ხარ სასამართლოში. სულ ერთსა და იმავე ადგილას ხართ. ვინმე იპოვა? შენ ვინც გესროლა მიიმალა. დავუთი და დანარჩენები დააკავეს, მაგრამ გისოსებს მიღმა ვერ აღმოჩნდნენ. ყველა ცრუმოწმე და დამნაშავე თავისუფალია. ისეთი ინფორმაცია არ გაქვს, რის გამოც თვალის გახელა ღირდა. შენი ნებართვით, დახუჭე თვალები, დახუჭე. თუ რამე მოხდა, მე გაგაღვიძებ. ჰალილ იბრაჰიმს ხალხის თვალწინ დაემუქრე. მას 12 საათი მიეცი. ხომ ასეა? ასე ვუთხარი, რომ წასულიყო. მისი ჩამოსვლის მერე ჩვენმა ქალაქმა მოსვენება დაკარგა. ის არ წასულა და როგორც ხედავთ, ისევ სისხლიანი შურისძიებიც მომწრევართ. ანუ შენ ამ სისხლიან შურისძიებასთან არაფერი გაკავშირებს? ბატონო, რესტორანში ჩემი ძმის ქელეხის სუფრასთან მიჯექი. 50 მოწმე მყავს. იტყუება პროკურორო. მაქსიმუმ 10 მოწმე ჰყავდეს, დანარჩენი 40 ჩემს ბაღში წვანან. შენ ჰალილ იბრაჰიმ. შენს ბაღში ზიხარ და უცებ არაფრის გამო შენ სახლთან ხალხი მოდის. ღობეზე გადმოდიან და სახლში იჭრებიან. იქ რას აკეთებდი? ელოდი? მითხარი. პროკურორო, უფროსმა ლეიტენანტმა ოღუზმა რაღაც სახის ინფორმაცია მოიპოვა. მოვიდა რომ გავეფრთხილებინე. თავდასხმა სწორედ ამ დროს მოხდა. წინააღმდეგობის გაწევა ერთად დავიწყეთ. იქამდე სანამ ერთმა გარეწარმა შორიდან არ ისროლა და ჩვენს მეთაურს არ მოარტყა. ბატონო პროკურორო, ერთი რაღაც მაინტერესებს. იმ სნაიპერმა ჩემი სახელი თქვა, თუ იმ ხალხმა გამცა მის ბაღში დახოცილი რომ ყრია. მე აქ რატომ ვარ? რატომ? მე აქ საერთოდ რა მინდა? აქ იმიტომ ხარ, რომ ასე მე მოვისურვე. ეს ის ადგილი არ არის, სადაც შეგიძლია კითხვები დასვა. გონებას მოუხმე. მართალი ხართ, ბატონო პროკურორო. ალიჯან, ამ საქმეს მიხედე. გარდაცვლილი ადამიანების ვინაობა დაადგინე. დავუთთან ან მის ოჯახთან რაიმე კავშირს თუ აღმოაჩენ. ამ კაცს უკან მომიყვან, გასაგებია? უკან მომიყვან. როგორც მიბრძანებთ. მიდი. ბატონო პროკურორო, შესაძლოა ჩემი ოჯახის შესახებ არაფერი იცით. ჩვენ ძალიან დიდი ოჯახი ვართ. შესაბამისად კავშირი ბევრ ადამიანთან გვაქვს. არიან ისეთები, ვინც მეჩეთში დადის. არიან ისეთები, ვინც ლუდხანაში და ისეთებიც, ვინც კაზინოში თამაშობს. დამნაშავეებიც არიან უდანაშაულოებიც. მე ვისაც ვიცნობ, ყველას თუ დაადანაშაულებთ, შეგიძლიათ, მაშინ მე დამაკავოთ. პოლიციას ძალისხმევის გაღება რომ არ მოუხდეს. ალიჯან, ეს ადამიანი ასე უნდა მეელაპარაკოს? წამოდი. შენ გაჩერდი.
40 ადამიანი. ჰალილ იბრაჰიმ 40 ადამიანი. ვინმე ხის ძირიდან 40 წელი ვაშლის აკრეფა რომ თხოვო ის დაიღლება. 40 ადამიანი მკვდარი შენი სახლის ეზოში და შენ მე პროკურორს შვიდად მეუბნები რომ მათთან მიმართებაში მართალი იყავი. შვილო შენ რა გაჩერება არ შეგიძლია? მითხარი მართლა ვერ ჩერდები? რა მოგივიდა? ბატონო პროკურორო, თუ ჩემი არ გჯერათ უფროს ლეიტენანტ ოღუზს დაელაპარაკეთ. თქვეს რომ გონს მოვიდა. ლეიტენანტი ოღუზი შენგან არაფრით განსხვავდება. მასთან წავალ, ჩვენებას ჩამოვართმევ. კითხავ რას აკეთებდა შენ გვერდით სამსახურიდან გათავისუფლებიდან ძალიან მალე. ბატონო, მინდოდა საავადმყოფოდან ჩემს სახლში წამეყვანა. მტრები ჯერ ისევ თავისუფლად დადიან, ამიტომ საავადმყოფოში უსაფრთხოდ ვერ იქნება. თუ მისგან ჩვენების აღება გინდათ, ჩვენთან უნდა მოხვიდეთ. ჰალილ იბრაჰიმ, გადი. ჩემს ნერვებზე ნუთამაშობ. გადი. მიდი, ახლავე. როგორც მიბრძანებთ, ბატონო პროკურორო. მიდი. იმისთვის მოხვედი, რომ მამა შენს უჩივლო? დედამ გამოგგზავნა? ციხეში გინდათ ჩამსვათ? თავში რა აზრები მოგდის? დედა ჩემი საერთოდ გადარდებს? შენ ოჯახი დაანგრიე. ხვდები საერთოდ რაც ლაპარაკობ? ძმაო ფიქრეთ. ასეთი საქციელი არ შეგეფერება. მართლა? ხო. დღეს დედა შენმა ჩვენთან დააიშე გამოგზავნა პირობით. თუ მამა შენი გემუქრება, ციხეში ჩავსვამო. მამამ თქვა პროკურატურაში წავიდე, თუ პროკურორი დამაკავებს, დამაკავონ. ჩვენის ხალხი არ ვართ ვინმეს რომ შეგვეშინდეს და დავიმალოთო. აქ ჩვენების მისაცემად მოვედით. კარგი. მიდით ჩვენება მიეცით. ღმერთმა ქნას დაგაკავონ. ხელს ვეღარ შეგვიშლი. აი ეს მესმის. ყველაფერი შენ სახელზე გადმოვაფორმე. ვთქვი რომ ჩემი შვილი ხარ. თვლიდი რომ ჩემი მომავალი შენ იყავი, მაგრამ შენ ამ ადამიანს გაყევი, რომელიც არ ვიცით საიდან მოვიდა და საკუთარი მომავალი დაინგრიე. რიзвან ლეტო, გააკეთე ყველაფერი რაც გინდა. თუ გინდა პროკურორს ემუდარე, მაგრამ ციხეში ჩაჯექი. შენი საქციელის გამო პასუხი უნდა აგო. თუ გავიგებ რომ ნანობ, ცოტა ხანს კიდევ გაცოცხლებ. მაგრამ თუ თავისუფლად დივლი და ჩემ გარშემო იტრიალებ, თუ ფეხებში მომედები, მაშინ იცოდე, მომისმინე. მე და შენ ერთი საერთო თვისება გვახასიათებს. ასე ადვილად არ ვკვდებით. ამიტომ ტყუილად ლაპარაკს შეეშვი, ჰალილ იბრაჰიმ. პირველივე შესაძლებლობისთანავე ძლიერი გაიმარჯვებს. თანახმოვარ. დაუთმა რა თქვა? რა სიტყვის? ამბობს რომ 50 მოწმე ჰყავს და რომ მას თავდასხმასთან არაფერი აკავშირებს. ანუ უარყოფს. რა თქმა უნდა, აბა რა სიზამს. ხომ არ იტყვის რომ მეთაურს მან ესროლა?
ეს ჩვენი შეცდომაა. ყველას ვესვრით, ვინც ახლოს მოდის, ვინც გვიახლოვდება, ყველას ვკლავთ, ვინმე უნდა დაგვეკავებინა. დაუთის წინააღმდეგ ვინმე ჩვენებას მისცემდა, ოჯახიანად ამობურგავდნენ. ამ ნაძირალებთან საქმეს ვინ დაიჭერს? ჩვენ გარდა. მოვიდნენ. 40 დღე და 40 ღამე. 40 ადამიანი გამოგზავნონ. ადვოკატებმა ჩემი წერილობითი ჩვენება მოამზადეს. ჩემს ცნობებსაც გადმოგცემენ, მაგრამ პირადად მინდოდა მოვსულიყავი და სიტუაცია ამეხსნა. თქვენთვის პირადად მინდოდა მეთქვა. გისმენთ? მე ჩემი შვილის ქორწილში სპეციალურად არ მისვრია. უბრალოდ თავს ვიცავდი. იმ დღეს ჩემ შვილთან ერთად ძალიან ბევრი ხალხი დაიჭრა. 40 დღე კომაში ვიყავი. გარდაცვლილის ოჯახი, რომელსაც ტყვია შემთხვევით მოხვდა, ახლა ჩემს სახლში იმყოფება. მისი ცოლი, მამა, დედა, ყველა ერთად, ყველა. ბატონო პროკურორო, გაქცევას არ ვაპირებ. მზად ვარ მოვიხადო სასჯელი, რომელსაც სასამართლო მომისჯის. უბრალოდ ამ პროცესის დროს, თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ იქნებით და თუ სასამართლო ამის ნებას მომცემს, იქნება პირობითი სასჯელი მომესაჯოს, რათა ბოლომდე გამომჯანმრთელდე. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ საკმაოდ რთული ოპერაცია გადავიტანე. ჩემი პასპორტი ადვოკატს გადავეცი, რათა დაგიმტკიცოთ, რომ არსად გაქცევას არ ვაპირებ. პასპორტი თქვენთან იყოს. თქვენთვის რამდენი რამის თქმა მინდა. მაგრამ არ მინდა დრო ტყუილად დავკარგო. თქვენმა ადვოკატებმა თქვენი წერილობითი ჩვენება და საბუთები წარმოადგინონ. ეს დამლამ გითხრა თუ ნარგიზმა? ნარგიზი არა. დამლა მოვიდა. ნარგიზი ძალა სატანს რომ გათხოვდეს, მაგრამ მოვიდა და მითხრა, რომ ლევენტი არ უნდა. ლევენტზე უკეთესად იპოვის. უკვე იპოვა. როგორ? ვინ არის? სულ საქმეები. ლევენტ მოდი. იმედია რამე მნიშვნელოვანია, რა ხდება, მითხარით და წავალ. თქვით? თემა მწყერი. მწყერი? ხო. თემა მნიშვნელოვანია. თავიდანვე გეთქვათ. რა მოხდა? ბეჭედი არ მოეწონა? ახალს ვუყიდი. თქვით? რაბა, გისმენთ? ბეჭედს შეეშვი. ძალიან ლამაზია. ფიქრობთ ახალი ჩიტი მოგიძებნოთ. ახალი ჩიტი? აიშე, დეიდა შენი რას ამბობს? მეც დეიდასგან ახლა შევიტყვე. დამლას არ უნდა რომ ცოლად გამოყვეს. არ უნდა? ტყუილია. ეს ვინ მოიგონა? იაბუზმა?
შვილო არავის მოუგონებია. გოგომ თვითონ თქვა. ვინ თქვა დედა? გოგოს იავუზის ეშინია. ამას შიშის გამო ამბობს. იცი მე რა მითხრა? მითხრა რომ ბეჭედი ვუყიდო. უბრალოდ ძმის ეშინია. ეს საიდან მოიტანეთ? ამას იავუზის შიშით ამბობს. სულ სხვა მიზეზია. დეიდას უთხრა. სისულელეს ნუ ამბობა ისე. დეიდა, აიშე რას ამბობს? შენი მწყერი სხვა ჩიტის მეგობარი აღმოჩნდა. მე ჩოქში ჩავარდი. თავად მითხრა. არ უნდა რომ შენი ღირსება შეილახოს. არ უნდა გეწყინოს, მაგრამ სხვა უყვარს. სულ სხვა. დამლას? მეც გავბრაზდი. სერიოზულად ამბობ? ვინ არის? დაბალია. ცოტათი შენგავს. ჰაკანი. რომელი ჰაკანი? ილმაზის ძმა ჰაკანი. ჰაკან მარტენი? ვამბობდი რომ ეს ბიჭი რაღაცას ხლართავდა. მართალი აღმოჩნდა. მოვკლავ. შვილო, გოგო სხვა უყვარს. შენ ეს არ გაწყობს. არ მაწყობს არა დედა? მართალი ხარ? არ მაწყობს. ამიტომ იავუს ვეტყვი. იავუს ვეტყვი რომ იავუსმა მოკლას. დამლას ერთი-ორ სიტყვას ვეტყვი. ჰაკან მარტენი. არა, ასეც ვიცოდი. აიშე, ეს გოგო თავში შენ ჩამიბეჭდე. ძმაო, მართლა ძალიან მწუხარ. მინდოდა შენთვის კარგი მეკრე, მაგრამ შეცდომა დავუშვი. ყველაფერში დამნაშავე შენ ხარ. ახლა ყველას შეეშვები და მე მომისმენ. ჩემი ხელით დაგაქორწინებ. მორჩა. საჭირო არ არის. შენ უჩაერევი. თავი დამანებეთ. შემეშვით. მე ჩემი სამყარო მაქვს. ცხოვრების ჩემი სტილი მაქვს. თქვენ უჩაერევით. დაქორწინება არ მინდა. მორჩა. თავიდან მინდოდა, რომ დიდი ოჯახი გქონოდა, მინდოდა ისეთი რძალი ყოლოდათ, რომელთანაც საერთო ენას გამონახავდით, მაგრამ არ გამოვიდა. ასეთი ბედი მქონია. თავი დამანებეთ. შემეშვით. ძალიან გაბრაზდა. ძალიან. დეიდა ნარგიზმა, იცის? ხასიათს ნუ გამიფუჭებთ. დღეს საპატარძლო კაბა უნდა მოვისინჯო. ნარგიზ მერე ვეტყვი. რა საპატარძლო კაბა რა დროს ეს არის ასიე? მე და რისვარმა ხელი უნდა მოვაწეროთ. ცხოვრებაში ერთხელ გავთხოვდები. ეს ძალიან ბევრია ზუღალ. დეიდა ამ კაცისგან სამი შვილი არ გააჩინე? რა კაბა? ავდგები და საპატარძლო კაბას ჩავიცვამ. ჩემ საქმეში ნუ ჩაერევი. ლამაზ ფოტოებს გადამიღებ და ნედი მესაჩვენებ. ამის დანახვაზე გული შეუწუხდება. მე კი ჩემს ქმართან ერთად მშვიდად ვიცხოვრებ. წესიერი ცხოვრებით ვიცხოვრებ. აი ნახა, ჭკუიდან შეიშლება. ძალიან ლამაზი ვიქნები. ძალიან ლამაზ. როგორც აღმოჩნდა, ასიე ძალიან დაუდანჯი ხართ. მაგრამ ეს მე გვიან გავიგე. რადგან სახლის ქალბატონი ხარ, გონია რომ ყველაფერი იცი, მაგრამ ასე არ არის. ყველაფერი ისე არ არის, როგორც გონიათ. ერთ დღეს იღვიძებ და მოყურებს იძენ, მეორე დღეს იღვიძებ და ტრებს. ილმაზ მარტენის ჩამოსვლა ნედიმე ხანიმ. სულ თქვენზე ლაპარაკობენ. დამნაშავე საერთოდ არ ხართ? დამნაშავე ვარ. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. მან კინაღამ ჩემი შვილი მოკლა საავადმყოფოს პალატაში. რა თქმა უნდა, ერთ დღეს პასუხს მოვთხოვ. ეს ჩემი ვალია. აი ნახავთ. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. მე და იუსუფი საავადმყოფოში წავალთ, თუ ყველაფერი კარგად იქნება დავბრუნდებით და მერე სახლში წავალთ. კარგი. კარგი, წავალთ. ნედიმე ხანიმ. კართან რისვამ ვეია. მისი შეჩერება სადეს, მაგრამ რა? საკუთარ სახლში შემოსვლას ამიკრძალავთ?
გაიძიე. ეს შენი სახლი აღარ არის რეზვან ბეი. აქ შემოსვლის უფლებას მხოლოდ ჩვენი წარსულის ხათრით მოგცემ. აქ გაფრთხილების გარეშე ვეღარ შემოხვალ. მათ შეუძლიათ შემოსვლა და მე არა. ასია ნედიმე? ხო, ასეა. ისინი ჩემი სტუმრები არიან. სტუმრები? შენ ვინ ხარ? ან შენი სტუმრები ვინ არიან? მათ შეხედეთ. საწყალი მუზაფერი და მისი რძის გამყიდველი ცოლი. კაფის თანამშრომელი იუსუფი და მისი ცოლი. შენ? მე შენი ქმარი მოვკალი. სიამაყე საერთოდ არ გაგაჩნია? საკმარისია. რიზვან ბეი. იუსუფ, გთხოვ. მამა, დამშვიდით. გთხოვ. ძმაო იუსუფ, გთხოვ. დამშვიდით. ჩემი შვილიც მკვდარია. მაგრამ ჰალილ იბრაჰიმის მიმართ ბრაზი არ გამნელებია. თქვენ რას აკეთებთ? ჩემს სახლში მოდიხართ? ჩემს პურს ჭამთ? მივდივართ, აქედან მოშორდით. წადით. მე შენ გიჩვენებ. აქაურობა შენი კაფე გონია? წესი არა დილაპარაკე. გაჩუნდი. წესი არა დილაპარაკე. შენ რა ადამიანი ხარ? საკმარისია. აქედან წადი. გეყოფა. შენი დანახვა არავის უნდა. შენ ცხოვრებას დაუბრუნდი. გეყოფა, ზეინებ. თამერ არ შემეხო, არ შემეხო. იცოდე? წადი აქედან. ზეინებ. მთელი ეს პერიოდი ჩუმად ვიყავი, იმიტომ რომ მამა ჩემი ხარ. ნუ მაიძულებ სხვაგვარად მოვიქცე. გასაგებია? რას გააკეთებთ? რას გააკეთებთ? ჩემს თავს პოლიციას გადასცემთ? ციხეში გამიშვებთ? მე კი არაფერს გაგიკეთებთ, არა? სასამართლოში ვიყავი, ვუთხარი რომ ავადვარ. მეგონა დამაკავებდნენ. კი. მაგრამ გამომიშვეს. ხო, არ დამაკავეს. ახლა კი. მომაცი. ეს განქორწინების საბუთია. ხელი მოაწერე. იმ ქალთან წავალ, ვისაც ვეკუთვნი. მომეცი. მოვაწერე. ეს კი შენი გადახილი კალამია. ამიერიდან ჩემს ცხოვრებაში შენი ადგილი არ არის, რიზვან. ახლა კი წადი ჩემი სახლიდან. ამ სახლს ასიეს სახელზე გადავაფორმებ. აქ ცხოვრებას იმ შემთხვევაში შეძლებ, თუ ის დაგრთავს ამის ნებას. აი ასე. ეს არ მინდა. კამერს გავიკეთებ, რომ წელი გამოიკვეთოს. ეს არ მინდა. კარგი, ასიე ხანიმ. კეთილი იყოს რძალო. რატომ დაგვიბარა? ნუ მაშინებთ. ყვავილები მინდა. მაგალითად იისფერი. კეთილი იყოს შენი მოსვლა. ლევენთის ქორწილში საბადარძლო კაბა გეცმევა, ასიე?
ვიღაცას უნდა, მაგრამ წილად სხვას ხვდება. არა ნარგიზ, შემომხედე, რა ლამაზი ვარ. ძალიან კარგი გემოვნება გაქვს. მოიცადე დავტრიალდები. ჰანი მეფენდი, შემომხედე. რძალ შეხედე. დაჯექი. ძალიან გიხდება ასიე, ლამაზია. მაგრამ მგონი მეტისმეტია. ცოტა ძველმოდური მეჩვენება. ასე მგონია. რა ძველმოდური ძვირფასო. ქორწილში დედაჩემსაც ასეთი კაბა ეცვა. მერე რა მოხდა? ცოტას კიდევ მოვკაზმავთ. ახლაც ლამაზია, მაგრამ მერე უკეთესი იქნება. სტუმრებს ასე დახვდები? ხო. თანაც სიამაყით და გამარჯვებით. 32 წელი. ამ დღეს 32 წელი ველოდი. დედა შენი რას ამბობს აიშე? დედა ნარგის არ იცოდი? მამა რიзвანი და დედა ნედიმე შორდებიან. მერე ის დედა ჩემზე ქორწინდება. რა? სუღალე სიმართლეა? გეპიცები სიმართლეა. რიзвანს მტკიცე დაქვს გადაწყვეტილი. ნედიმეზე უარი თქვა. ისევ ქორწილი. ისევ კატასტროფა. იქნებ ამჯერად ყველაფერი ქორწილამდე მოხდეს. ნედიმე მოკლავს, როგორც კი საბუცხელს მოაწერ. მე ვინ მომკლავს? ნედიმეს გახსენებაზე ფოტო გადამიღე. ნედიმეს გავოგზავნი. რა საჭიროა დეიდა? ღმერთო, ნედიმეს გავოგზავნი, ნახოს რა ლამაზი პატარძალი ვარ. იქნებ არ ღირდეს. რატომ არ უნდა ღირდეს? შევინ კითხავს, ფოტო გადაიღე. თლიანად რომ გამოვჩნდე. თქვენი გდადექით. ბუხარიც გამოჩნდეს. თლიანად. თავიდან ბოლომდე. ახლა ისე ვიზემ თითქოს ფატას რიзвანი იწევს. კარგი, ძალიან ლამაზია დეიდა. მაჩვენე, ნედიმეს გავოგზავნი. დავიღალე, პატარძლობა რთულია. ნარგიზ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი ქორწილია. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ რაღაცას გეტყვი. გისმენ ძვირფასა? ბეჭედი დავაბრუნეთ. რა ბეჭედი? ლევენთის და დამლას ბეჭედი. ზუხალ მათ ბეჭდები არ გაუცვლიეთ. ხო და ეს აღარ მოხდება. არ მოხდება? კარგი. არც იყო საჭირო. არც იყო საჭირო, მაგრამ მითხარით, რატომ არ მოხდება? წინააღმდეგი რატომ ხართ? რა მოხდა, ძალიან მაინტერესებს. ნარგიზ, მე დამლას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ძალიან კარგი გოგოა, გვიყვარს, მაგრამ ჩვენი ბიჭი სამსახური არ აქვს. სულ სადღაც ერთობა. როგორ შეიძლება მისი იმედი გქონდეს? არ გვინდა რთულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. მამამისმა თქვა, რომ არ უნდა დურსუნთან უსიამოვნებები შეექმნას. შობს თავიდანვე არ მოხდეს ეს. აჯობებს თუ დამლა თავის შესაფერის ბიჭს იპოვის. მისთვის საუკეთესოს. მაგალითად ამას წინათ ვლაპარაკობდით. ჰაკან მართენი. არ შეიძლება? ეს ჩემი გადასაწყვეტია. ჩემი ასიე. რა თქმა უნდა, დედა შენ ხარ. შენ არ გეხება ასიე? ხო, ასია. მართლა არ გეხება. კარგი. რადგან გადაიფიქრეთ, ესე იგი, ჩვენს გოგოს თქვენს ვაჟზე აღარ დავაქორწინებთ. ბედი ყოფილა. ესე იგი ასე სჯობს. მეც არ მომიწევს დამლას დაღულიება. ესე იგი, ყველა ბედნიერია. თქვენი ნებართვით. მიდი. ბრძელა ნარგიზ. დღე ჩემი ბედნიერი დღეა. არ შეგეძლოთ წესიერად დალაპარაკებოდით. ახლა მტრად მოგეკიდებათ. ისედაც ჩემი მტერია. ნედიმესთან წავიდეს, მე რა ვქნა. ღმერთო ჩემო. ხასიას ნუ გავიფუჭებ. დღეს ბედნიერი დღეა. აბა როგორია? ლამაზია, ლამაზი. ერთი ამას შეხედე. უსირცხვილო. საბადარძლო კაბაც რომ ჩაუცვამს.
ფოტო გადაიღო და გამომიგზავნა. ეს რა ჩაუცვამს? ბებია მისი საბადარძლო კაბა, სხვა რა უნდა ჩაეცვა, თეთრ კაბას ხომ არ ჩაიცვამდა. რა უნდა ვთქვა, იმედი ეს მის უკანასკნელ სამოსად იქცევა. ამინ. დედანეტამ ხელი მაშინვე არ მოგეწერა. შენი ქმარი ისედაც სასამართლოში დადის. შვილო, განა ჩემთან გაყრას შეძლებს, რომელ სასამართლოსაც უნდა იმას მიმართოს. როცა მეორე მოიყვანა, ჩემს ოჯახს პირობა მისცა. უთხრეს, მოკვდებოდა, თუ ჩემთან განქორწინდებოდა. ისიც დათანხმდა. ბერი ტყვის, რომ ბევრი წყალი გავიდა და დაავიწყდა. სჯობს ეს არ თქვას. რამდენი რამ მოხდა, ბიძია არაფერში ჩარეულა. რომ განქორწინდეთ, მამას არ მოკლავს, არა? ის თუ არა ვინმე სხვა მოკლავს, შვილო. ამ საბუთს და საბადარძლო კაბაში გადაღებულ ფოტოს ვუჩვენებ. ღმერთო. რიзвანის ბოლო სიტყვა არ მომეწონა. ქონებასთან დაკავშირებული. სახლზე რომ თქვა. ყოველ შემთხვევაში ადვოკატს დავურეკავ. უნდა დავურეკო. მართალი იყავი დეიდა. დედამიცის ილმაზი სად არის? მამას ის დაელაპარაკება. დოკუმენტს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ მისი იმედი აქვს. ასეა, შვილო, ასეა. კარგად ვარ. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. სახლში რა მინდა? ჰალილ იბრაჰიმ რა მინდა? პროკურორს ველაპარაკე, უფროსი სერჟანტიც იქ იყო. შენი სახლში წაყვანა პროკურორმა მთხოვა, რადგან აქ ყოფნა საშიშია. ეს არ გამიგია მეთაურო, მე იქ არ ვიყავი. ტყუილს ხომ არ ვიტყვი, უფროსო სერჟანტო? შესაძლოა პროკურორს დავუთის თანდასწრებით არ უნდოდა ამის თქმა. პირადად მითხრა. ცხადია, უსაფრთხოების გამო მისი სახლში წაყვანა გინდა, მაგრამ მეთაურს ხომ თქვენ სახლში ესროლეს. ეს როგორ გამოვა? ეს ასია, მაგრამ ილმაზ მარტენი საავადმყოფოში ცდილობდა ჩემს მოკლას. მან $500,000 გადაიხადა და საავადმყოფოდან გაიქცა, არა? ის ფული ისედაც ცუდად ვარ. თქვენ უღარ გამაბრაზებთ, სახლში წადი, მე არცად არ წამოვალ. კარგი? რადგან ასია, ჩვენც აქ ვრჩებით. ბიძია, ჩვენებს დაურეკე, მოვიდნენ. მეთაურს ჩვენ გამოესროლეს, მის გვერდით უნდა ვიყოთ. ხომ ასეა? მოვიდნენ. გისმენთ, მიგნებავთ. ილმასთან მოვედი. აქ ასეთი არავინ არ ქალბატონო. მართლა? უთხარი რომ მამი და მისი მოვიდა. თუ არ დამელაპარაკები პოლიციაში დავრეკავ. მე გაიგებ აქ არის თუ არა.
ვაი. რომერთო ჩემო მამიდა მესტუმრა შენ გარდა ვერავინ მიპოვიდა როგორ მომაგენი საკმარისია გეყოფა იმას რაც გააკეთე ასე უბრალოდ ვერ დავტოვებ მამიდა აღარ გყავს ასე აღარ მომართო მამიდა შვილს ტყვია სესვრი მის უმცროს შვილს ციხეში უშვებ უფროს შვილს მტრობ თითქოს ეს არ იყო საკმარისი მამიდა შენის მტრებთან თანამშრომლობდა მას ყველგან არცხვენ ეს რა საქციელია მამიდა მომისმინე აშკარა რომ ჩემ წინააღმდეგ ასიემ განგაწყრო უსამართლო ხარ ჩემთან ასე ნულაპარაკობ მითხარი რა ხდება და გავუსწორდები თავად გავუსწორდები ის გაანადგურე ვინც ამაში ხელს მიშლის რა ხდება ნედი მეჰანი მამას შენს ქმარზე ამბობ მე ქმარი აღარ მყავს ილმას ყურადღებით მომისმინე იმას გააკეთებ რასაც გეტყვი რიзвან ლეტოს მოგლავ მე აქედან წახვალ მამა შენს უთხარი რომ თუ რამის გაკეთება უნდა დავეხმარები შენ ან ვინმე სხვა მას არ სჭირდება გასაგებია გრცხვენოდეს გამარჯობა ზეინეფანი დედა ჩემთან მოვედი რომ მას არაფერი მოსვლოდა დედას უნდა დავეწიო ჯერ ილმას ბეის დაელაპარაკეთ მერე დედასთან წაგიყვანთ ილმას ბეი გზაზე ზეინეფანი მიდავინახეთ როგორ ჩანს მამიდა თქვენს უთვალთვალებდა ამას უყურეთ ჩემი ძვირფასი მამიდაშვილი მოსულა შენი ქმარი სად არის მარტო მოხვედი მომაშორე შენი ბინძური ხელები არ დაჯდებით ზეინეფანი ნუსრეთ დასვით კალბატონი გთხოვთ ზეინეფანი რა ხდება ზეინებ? დედა შენს გამოყევი, აქ მოხვედი და მიპოვე. გინდა რომ შენს ქმარს უთხრა და მომკლას, არა? შენც ჩემს ხელში აღმოჩნდი ზეინებ. შენი ძმა და შენი ქმარი შენ გამო მაინც მოვლენ. ხომ დაგპირდი რომ თქვენ ერთმანეთს სიკვდილიც კი ვერ დაგაშორებთ. რამე მოხდა ფიქრეთ? კიდევ ბევრი რამ მოხდება. მაინც რა? მე რა გთხოვე? შენ კი იმ სახლში მიხვედი და მამას დაემუქრე? მე უბრალოდ დედანედიმეს სიტყვები გადავეცი. განა ეს უნდა გექნა ეშე.
ერთ სახლში ნათქვამი მეორე სახლში უნდა გადაგქონდეს? ფიქრეთ, გეუბნები რომ დედა შენს ვიცავდი. მას დედა ჩემი წინაშე ვიცავდი. შენ კი ამის გამო მსაყვედურობ. კარგი, დედა ჩემს იცავდი. მამა ჩემი სასამართლოში გაიქცა. ესე იგი, კარგად მოიქეცი? დაუშვათ ძალიან კარგად იქცევი, მაგრამ მე რატომ არ მეუბნები? შენ ყველაფერს მეუბნები, რასაც აკეთებ. აიშე, ძალიან უცნაური გახდი. არ ვიცი ვინ გაგულიანებს, მაგრამ თუ გამაბრაზებ, რა სიზამ? სახლიდან წახვალ და სასტუმროში იცხოვრებ, მიღალადებ, რა სიზამ? რა ხდება? აქ რა ხდება? რატომ გამათობთ? რა გინდათ? არაფერი დედა. ხოდა ძალიან კარგი. მეგონა ჩემი ცოლი ორ ცეცხლ შორის არ აღმოჩნდებოდა. იმ სახლში შენ გაგიგზავნია. ხო, მე გავგზავნია, მაშინ ცუდი არაფერია. ყველა ფრთხილად იყოს. მამა ხომ ფრთხილად არის? მამა შენზე ლაბარაკი არ მინდა, საკმარისია. ნედიმე, გისმენ. ზეინები სად არის, არ მოსულა? მე საიდან უნდა ვიცოდე? მე რატომ მეკითხებით? ალბათ თავისი ქმრის გვერდითაა. ჰალილ იბრაჰიმთან წასვლას აპირებდა. არა, ის ნედიმე ხანიმს გაყვა. აინტერესებდა საწავიდოდა. ბურეკავდა არ მპასუხობს. ეს რას ნიშნავს? სად იყავი დედა? რაღაც საქმეები მქონდა. ზეინები მე რატომ უნდა გამომყოლოდა? ვერ გავიგე. ნედიმე, ჩვენ არ ვიცით შენსაც წახვედი, მაგრამ შენმა შვილმა თქვა რომ იცი ილმაზი სადაც არის და მასთან წახვედი. დედა? რა დედა? ხო, მართალია ვიცოდი ილმაზი სადაც იყო. მის სანახავად ვიყავი. ილმაზის სანახავად? ხო, ილმაზის სანახავად. წავედი და რაც საჭირო იყო ვუთხარი. ვუთხარი რომ ის რაც ქნა, არ უნდა ეკნა. ილმაზის ადგილსამყოფელი გაიგე, მე არაფერი მითხარი? წახვედი ადამიანთან, რომელმაც შვილები კინაღამ დაგიხოცა და სახლში დაბრუნდი? რა მექნა? შენთვის მე თქვა წასულიყავი და უსიამოვნება შექმნოდა? შენი შვილი არსად არის, შენი შვილი არ გესმის? ზეინეფი უკან გამოყვა. იქნებ ილმას ჩაუვარდა ხელში, გონია დაინდობს? დამშვიდი. იქნებ ტელეფონი დაუჯდა. ან კავშირი არ არის. და რა მოხდება? რა მოხდება ზეინეფი რომ დაინახოს? მე მას ველაპარაკე. რა სიზამს? შენს დას მოკლავს? შენ გითხარი იქ იმიტომ წახვედი რომ ვინმე მოკლას? მე რა ჩვენს გეტყვით ზეინებს უზამს თუ არა რამეს? დედა წამომყევი. ფიქრეთ. დედა წამოდი. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო.